ბავშვებო, გთხოვთ სტეპან პეტროვიჩთან გაიქეცით და გკითხეთ, დახმარება ხომ არ სჭირდება. დილიდან რაღაცას ხერხავს, რაღაცას აჭედებს. კარგი ბებია, ვკითხავთ. ой, რას აკეთებთ? ძველ გამოუსადეგარ ფარდულს ვშლი. ცოტა გადამრჩა. თუ გინდა დაგეხმარებით. გმადლობთ. ფიცრების მილაგებაში დამეხმარეთ. ესეც ასე. მის ადგილას ყვავილების დარგვა შეიძლება. მართლა, ახლა რაღაცას გაჩვენებთ. ეს პატარა სახლია. ხის სახლი ჩიტებისთვის. რა მაგარია? ამის გაკეთება და ხეზე დამაგრება კარგი საქმეა. ჩიტებს გადარჩენაში ეხმარება. საოცარია. მერე კი ადამიანებს მხოლოდ ჩიტების დანახვა კი არა, მათი გალობაც აბედნიერებს. რა საინტერესოა? თქვენმა ბებიამ რომ ჩაის დასალევად დამპატიჟა, კარგი, ფიცრებს მერე მივალაგებ. ამას კი თქვენ გჩუქნით, სადაც გინდათ იქ დაკიდეთ. დიდი მადლობა. სტეპან პეტროვიჩ, არ ინარვეულოთ, ფიცრებს ჩვენ თვითონ მივალაგებთ. მოდი ტურბოზავრებს ვაჩვენოთ. ფიცრებს რა ვუყოთ? დაუბრუნდებით და მივალაგებთ საღამომდე ბევრი დრო გვაქვს. საფოსტო ყუთი. ეს სახლია. სახლი ჩიტებისთვის. შესანიშნავი სახლია. მეც ხომ თითქმის ჩიტი ვარ. მეც მინდა სახლი. მოდი მართლა ავუშენოთ ძერს სახლი. შესანიშნავი იდეაა. რისგან ავაშენოთ? რატომღაც აქ აგურებს ვერ ვხედავ? აგურებს ვერ დაგბერდებით. აი ფიცრები კი გვაქვს. ოღონ უნდა წამოვიღოთ. სტეპან პეტროვიჩის სახლთან დევს. ტურბოზავრებო, წინ! რა კარგი კადრი გააფუჭე. მე გავაფუჭე კადრი. გააფუჭე? მე ვთქვი გოლომაზე მეთქი. ფარდულის ადგილას სტეპან პეტროვიჩს ყვავილების დარგვა უნდოდა. ეს ადვილია. მაგარია. დო, არ მიმატოვო. ბოლომდე ასე ვიაროთ. ტურბოზავრებო, წინ! ტრაკ ცოტა ფრთხილად. ფრთხილად. შენ ხომ მეგობრისთვის აშენებ სახლს. ასეთ სახლებს ჩიტებს იმიტომ უშენებენ, რომ თავიანთი სიმღერით ყველა გააბედნიერონა. მე ისედაც ვაბედნიერებ ყველას, მაგრამ სიმღერა ჯერ არ მიცდია. ზერ, შეწყვიტე. რა იყო? საერთოდ არ მოგეწონა ბულ? ჯობია გუგუ დაიძახო, გუგულივით. ამისთვის სიმღერის ნიჭი საჭირო არ არის. გუგუ. 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 გუგუ.
ბავშვებო, რა ყოჩაღები ხართ? გოგო 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 საოცარია. ზუსტად 3 საათია. რა ჭკვიანი გუგულია. Barsik, Barsik. Kis. ისევ სადღაც გაიქცა სულელი. ნახამ დავეცი. საგანგებო შემთხვევა, კოშმარია, ტრაგედია. ზერ, შვიდად, თან მიმდევრობით მოგვიყევი ყველაფერი. მე მოვფრინავ, ის კი მოცურავს. ვინ მოცურავს? ტივი მოძურავს მდინარეზე, ტივზე კი ბარსიკია. მდინარეს ზღვაში ჩაედინება ზღვა კი ოკეანის უერთდება, იქ კი ზვიგენები ბინადრობენ. ბარსიკი საფრთხეშია. საფრთხეში? ზღვამდე ჯერ ძალიან შორსაა, მაგრამ ბარსიკი უნდა გადავარჩინოთ. ტურბოზავრებო, წინ! ტრაკ, შეგიძლია მდინარის ფსკერზე გაიარო, ბარსიკს მიუახლოვდე და ნაპირზე გამოიყვანო. შემიძლია. არ შემიძლია, ღრმა არის. წყალი ამღვრეულია, არაფერი არ ჩანს. ზერ, იქნებ შენ გამოიყვანო ბარსიკი. ეს ადვილია. რამდენი რამ გამიკეთებია. მე მხოლოდ იმათი გადარჩენა შემიძლია, ვისაც უნდა რომ გადავარჩინო. ბარსიკს კი არ უნდა. უბრალოდ ბარსიკმა იფიქრა, რომ დიდი მტაცებელი ფრინველი ხარ. არწივი. რამე უნდა მოვიფიქრო თუ არა ბარსიკს მართლა ზღვაში წაიღებს წყალი. ანკი, სცადე შენი ის არის გამოსწიო და კაუჭი ჩაუშვა ბარსიკთან. მას მოეჭიდება და ასე გამოიყვან ნაპირზე. არაფერი არ გამოდის. ჩემი ის არის მეტისმეტად მოკლეა. იდეა მაქვს. დინარის დინებას ქვევით უნდა გავყვეთ და იქ საფეხმავლო ხიდი ავაშენოთ. მე და კატია ხიდზე დავდგებით და ბარსიკს გადავარჩენთ. ბარსიკი გვიცნობს და არ შეეშინდება. ამოცანა რთულია, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. ტურბოზავრებო, წინ! შეხედეთ, აქ მდინარე ვიწროვდება. კარგი ადგილია ხიდის ასაშენებლად. მართალი ხარ, ზერ? ახლა უნდა მოვიფიქროთ, რისგან ავაშენებთ ხიდს. შეხედეთ, რამდენიმე ხეა წაქცეული და ზეთკბილების კვალია. თახვებმა გადაღრგნეს. შვენიერია, ხებისგან გავაკეთოთ ხიდი. ფიქრობ, თახვები არ გაგვინაწყენდებიან. დინარის ერთი ნაპირი უფრო მაღლაა ვიდრე მეორე. იმისათვის, რომ ხიდი სწორად დაუდგათ, ეს ბორცვი უნდა მოუჭრათ. ბულ, ეს საშენო ამოცანაა. ორი მორისგან ხიდის ძირი გამოვა. მასზე განივ ფიცრებს დავდებთ. თორ ტრაკ, ეს თქვენ უნდა გააკეთოთ. მოაჯირები უნდა გაუკეთთ ეს. ხიდზე მოაჯირის გარეშე სიარული სახიფათოა. თორ, რამდენიმე ნახრეთი გააკეთი აქ და აქ. მოაჯირს წვრილი ტოტებისგან გავაკეთებთ. ესე
ესეც ასე. ის გადაგვრჩენია ხიდი თავის ადგილას დავდგათ, ანკი? ბარსიკი უკვე ახლოსა. ვერ მოვასწრებთ. არაფერი გამოვა. ბარსიკი ზღვაში ამოყობს თავს. ზღვაში. ანკი, უნდა ვიჩქაროთ. ხიდი აიღე და თავის ადგილას დადე. ძერ, ხიდი უნდა მოატრიალოთ, მხოლოდ შენი იმედი გვაქვს. მაინც ვერ მოვასწრებთ. მოვასწრებთ. საბრალო, შეგეშინდა? შესანიშნავად იმუშავეთ, მეგობრებო. ეს ხიდი კი ხალხსაც გამოადგება, დიდი ხიდი ხომ ძალიან შორსაა. ზერი დღეს ნამდვილი გმირია. ბოლო მომენტში შეძლო ხიდის შემოbrunება. მე რა გავაკეთე? თახვები რომ არა? დღეს 3 გმირი ყავს, 2 თახვი და ზერი. ნამდვილი არწივია. ოცდათოთხმეტი, 35, თქვენ საძებნელად მოვდივარ. მეც ხედა? ბორიასაც. აი, ფედია, თვითონ გამოჩნდა. ეს უსამართლობაა, რომ არ დამეცემინებინა ვერასდროს ვერ მიპოვიდი. 1 წლის შემდეგაც კი. კარგი რა, როცა მე ვეძებ, პირველ რიგში ხეებს ვუყურებ. ყველაფერი იმის ბრალია, რომ ეზოში დასამალი ადგილი არ არის. აი, ტყეში ადვილად დავიმალებოდი. დეიდან ორა გვიგრძელავს ტყეში სიარულს, გავაგრძელოთ თამაში. ფედია, ახლა შენი ხუჭები. 1, 2, 3, 4, 5. არ მესმის, სად წავიდა? იქნებ ტყეში წავიდა. გახსოვს, გვითხრა რომ იქ ვერავინ ვერ იპოვის. მე ვიპოვი, თანაც ადვილად. ბორია, გინდა რომ მარტო მოძებნო? ის ჩემი ძმა, ამიტომ მე უნდა მოვძებნო. მიშველეთ და მეხმარეთ. ფედია? ბორია, მარტო არ უნდა გაგვეშვა, ახლა რა გავაკეთოთ? მე ვიცი, ტურბოზავრები დაგვეხმარებიან. შესანიშნავი კადრია. თქვენი დახმარება გვჭირდება, ჩვენს მეგობრებს ტყეში გზააებნათ. პანიკას ნუაყვებით? აუ, ზერი დასახმარებლად ვიფრინავს. არ ვიცოდი რომ ტყე ასეთი დიდია, დავიღალე. შია. ყველა შია და სყურია. საინტერესოა, ოდესმე გვიპოვიან თუ არა. ვიპოვე, მაგრამ მათთან მისვლა ადვილი არ იქნება. ერთ მხარეს ჭაობია, მეორე მხარეს კი უფსკრული. უფსკრულზე გადავიდეთ. ვაუ, რა მხელა უფსკრულია. ახლა რა გავაკეთოთ? შენ ამბობ რომ შეუძლებელი არაფერია. მაშინ როგორ გადავიდეთ? წაქცეულხეს ხედავ, მისგან ხიდს გავაკეთებ და მეორე მხარეს გადავალთ. ტურბოზავრებო, წინ! თორ, მიწა დადგებნა იმ ადგილას, სადაც ხიდს გავაკეთებთ. ანკი, შენ ხეს აიღებ და ტრაქს მისცემ. შენ კი ხე უფსკრულის მეორე მხარეს გადააგდე. ეს დილის ვარჯიშის ბრალია. ახლა როგორ გადავალთ? იდეა მაქვს. იქნებ სრულყოფილი ხიდი ავაშენოთ. აი ასეთი.
ბევრად უკეთესი იქნება ხიდი ხიმინჯებზე. ხიდი ხიმინჯებზე. ფანტასტიკა. ზერი დედო, ხიდისთვის ხეები მოძებნეთ პულ, შენის ხეები აქ მოიტანეთ ორ, ახლა უფრო დიდი მოედანი დაგჭირდება. იქნებ ხიმინჯები მაგრად არ არის ჩარჭობილი. ახლავე გავამაგრებ. ფიცრები გჭირდება დასაფენად. ანკი, მორები ტრაქს გადაეცი. ის მათ ფიცრებად დაჭრის, შემდეგ ხიმინჯებზე დააწყობს. არ გააღვიძო. იდეა მაქვს, მაგრამ ამისათვის ყველგან მავალი დაგჭირდება. სად არიან ბიჭები? უკვე გვიანია. სად დაიკარგნენ? ჩემი ბიჭები არ არიან. არი ნერვიულად, ახუჭობანას ვთამაშობდით, დიდხანს ვეძებეთ და როგორც იქნა ვიპოვეთ, წამოდით. ბეჯა, ბორა, მიწაზე წოლა არ შეიძლება გაცივდებით. ჭაობი სად არის? საშიში ტყე სად არის? დაგესისმრათ, წამოდით. ღვეზელები მზად არის, მეგობრებით დაპატიჟეთ. მეგობრების გარეშე როგორ შეიძლება? ო, იპოლიტ! არ მოგბეზრდა? რა თქმა უნდა, არ მობეზრდა. ის ხომ ბებიას გავს. რას გულისხმობ? იცი? ყოველთვის ვოცნებობდი, რბოლაში მიმეყო მონაწილეობა. მართლა? და რომელი ადგილი დაიკავე? არაფერი არ გამომივიდა. ძრავა თითქმის სტარტისთანავე ჩამიქრა. ახლა ჩემთვის რბოლაში მონაწილეობა, რა თქმა უნდა, მეტის მეტად გვიანია. მომდევნო კვირას ქალაქში რბოლა ჩატარდება. ვიცი? მოდი ბებიას სიურპრიზი გავუკეთოთ. რბოლაში მივაღებინოთ მონაწილეობა. მანქანა? დოდა ვითანხმოთ. და როგორ ავუხსნათ თვითონ რატომ მოძრაობს? რთული ამოცანაა, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. ნამდვილი რბოლა იქნება? სხვა მანქანებს შევეჯიბრები? მართლა? ჯერ არ ვარ მზად. მე ვიქროლებ და ვიბრწყინებ. ხო, ბებიაკი საჭესთან იქნება. მაშინ იმის თქმა მოგიწევთ მისთვის ვინ ვარ წინამდვილეში. მეგობრებო, გპირდებით რომ ვერავინ ვერაფერს ვერ გაიგებს. ხო, ბებია უბრალოდ მანქანაში ჩაჯდება, ის თავისი წავა და ბებიას არ გაუკვირდება. სწორედ ასე იქნება. ნახოთ ეს როგორ გამოგივა. არ ვიცი. რა აქვს განსაკუთრებული? მოგესალმებით, თქვენი მანქანა მზად არის ექსპლუატაციისთვის. საგზაო დაფარვა სტანდარტულია, მეტეოროლოგიური პირობები სტანდარტულია, მაგრამ მოსალოდნელია ნალექი. ის ლაპარაკობს? და შენი ბრძანებები ესმის? შენ თვითონ დარწმუნდი? ახლა დოს ვერაფერი შეუშლის ხელს გამარჯვებაში. რა ძლიერი წვიმა. იმედია სარბოლო ტრასა არ დაზიანდება. დილით შევამოწმოთ. ნუ თუ ბებია რბოლის გარეშე დარჩება. რა თქმა უნდა არა, ტურბოზავრები დაგვეხმარებიან. რას ამბობთ? რა თქმა უნდა ყველაფერს შევაკეთებთ. ტურბოზავრებო, წინ!
ანგი, შენ ტრიბუნებს წამოიღებ და ადგილზე დადებ. ტრაკ, შენ საბურავებით შემოღობვას მიხედე. მე ტრასას აღვადგენ. თორ, შენ კი მას გაასწორებ. დო, შენ საფარის ხარისხს შეამოწმებ. ზერ, აქ ვარ. შენ მონიშნებს და ფინიშის ზოლს აღადგენ. ბაშა! რბოლაში გავიმარჯვე. გიყურეთ. ბაშა! ახლა მხოლოდ ერთი აუხტენელი ოცნება დამრჩა. რა ოცნება? მინდა კოსმოსში გავფრინდე. რა იყო? იქნება ასეთივე სასწაული რაკეტა გამოჩნდეს ავტოპილოტით. შეიძლება ოდესმე გამოჩნდეს კიდეც. ეს რა არის? კატამ SMS-ი მოგწერა, გახსენი? ეს ვინ არის? და ენას რატომ მიყოფს? ბებია, სმაილია. სიტყვების მაგივრად იყენებენ, შეხედე? კატამ მოგწერა, რომ კარგ ხასიათზეა. კიდევ ენა გამოგიყო. ვუპასუხოთ? აუცილებლად. აბა, სად არის აქ ეს სმაილები? კი, მაგრამ ბებია, ენას რატომ მიყოფ? შენ რატომ მიყოფ ენას? მან პირველმა დაიწყო. ახლა აღარც დავრეკავ, აღარც დავწერ, სმაილებს დავხატავ. ჰა, მართლა. საგზაო სამსახურს ეს დიდი ხნის წინ უნდა აეღო. აი ასე, წვეთავს უნდა შეკეთდეს. აი ასე. უნდა შეიღებოს, ხე უნდა ამოირწყას. ვნახოთ, როგორ მუშაობს ეს სმაილები. ცხელა, ტბაზე წავიდეთ. ტურბოზავრებო, წინ! ადი მოუაროთ. შეჩერდით, აიცადეთ. ეს რა არის? რაღაც ნახატებია ქვებზე. გუშინაკ არაფერი არ ყოფილა? იქნებ წერილია. წერილში კი წერია, რომ მიწა უნდა გავთხაროთ და ქვები გადავაადგილოთ? ო, რა იყო? იქნებ ვინმეს უნდა, რომ ეს ქვები ამოვთხაროთ და გზიდან მოვაშოროთ. ეგ ვინმე ვინ არის? აი მისი ხელმოწერა, გატეხილი ჰანტელია. ალბათ ვიღაც ძალოსანია. ფიქრობს, რომ ამ ქვების ამოთხრას ვერ შევძლებთ. და შევძლებთ? კი, შევძლებთ. ჩაუშვი? ასია.
ახლა სადმე უნდა დავაწყოთ? იქნებ ტბაზე წავიღოთ. ამ ქვებიდან გადმოვხტები ხოლმე. მეც. ისე წერილია და საიდუმლო ნახატები. ნიჩბიანი კაცია. უნდა გავთხაროთ? ამას ცოცხი უჭირავს? იქით უნდა წავიდეთ. შემომხედეთ, ახლა მე ბაღე ვარ. შეჩერდი, ფესვები, მიწაში მეორე მხრიდან ჩადე. მზად არის. დავამთავრეთ. არ უნდა მორწყათ? ახლავე. აი ასე. ყველა დავალება შესრულებულია. სასარგებლო ნიშნები ყოფილა. ბებიამ ნახატი გამოგზავნა. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, რომ უნდა გავამარგლოთ. და ხელმოწერა 2 ბალი. კარგი გატეხილი ჰანტელი. ბალი. იქნებ სათვალე. აი თურმე ვინდა ხატა ნიშნები. და ჩვენ არ გვეკუთვნოდა. სხვისი სამუშაო შევასრულეთ. ეს რა არის? დეკორაციებია? საწასულ ხართ, პეჭა. დინოზავრები? კარგი, ვნახოთ. გახმოვანებულია